What's up YouTube? Salami ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღეს გვაქვს ახალი პოდკასტი და დღეს იქნება ესე იგი გამოდის ორი გარკვეული რაღაცა. საკითხს განვიხილოთ დღეს. პირველი საკითხი იქნება რაღაცა არანორმალური ფაქტიურად ციკლი კრის ბამსტედის, ალბათ ზევიდან იქ ჩარჩოზე მივხვდით რომ კრის ბამსტედზე იქნება დღეს გადაღებული რაღაც გარკვეული ვიდეო. მაგას ვილაპარაკებ ცოტა ორიოდენი, ვიტყვით ჩემს მოსაზრებას ყველაფერზე და მე რამოდენიმე შეკითხვაზე გიპასუხებთ ნორმალურად. ესე იგი, პირველ რიგში აღვნიშნო იმას disclaimers, თავიდან ყველა ვიდეოს აქვს, რომ არანაირი ფაქტიურად სარეკომენდაციო სახის არ აქვს ჩემი ვიდეოები, უბრალოდ ხსნი, ვლაპარაკობ ჩემს მოსაზრებას, იზიარებთ ფაქტიურად ჩემს გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს ამ საკითხზე და უბრალოდ რაც ინფორმაცია მოძებნე, ახლა კრისი ჩემთვის ჩემ თვალში არის მაგარი რა ვიცი, კრასავჩიკი რეალურად ძალიან მაგარი როგორც ათლეტი, რაღაცა თქო პიროვნებაც სიმპათიით ვარ მაგ ტიპის მიმართ განწყობილი მოკლედ. რეალურად კაცი რომელიც ну, რაღაცა ესთეტიკური, რაღაც ისეთი სხვანაირი კვალი გარკვეული ქონდა მაგას, რაც სხვას არა. ჩემი განმოსახედით უბრალოდ ფიქრობ, რომ კიდე 1-2-3 წელი თავისუფლად გაკაჩავდა მისტერ ოლიმპიის ტიტულის შენარჩუნებას, უბრალოდ მაგან გააკეთა სწორი არჩევანი, იმიტომ რომ თქვენ ხვდებოდეთ, რომ ბოდიბილდინგის მასეთი დონეზე გამოსვლა ჯანმრთელობასთან ეგ საერთოდ არ მეგობრობს, მაგას ჰქონდა ადრე თუ 2 წლების წინ რაღაც პრობლემები თუ არ ვწდებით თირკმელებზე და მაგის გამო ფაქტიურად აირჩია სწორი არჩევანი. აქ რაც ახლა არის ეს გარკვეული ციკლი, მე ამ ციკლის სიმართლე თქვა არ ამჯერა იმ კუთხით, რომ ახსენ როგორ ნიუანსი. ბევრს აგონია სტერეოტიპულად, რომ აი რაც მეტი მით უკეთესი. მასე ნამდვილად ვაფშე არ არის. კიდე არის აი განსხვავება გარკვეულად ფაქტიურად ხალხის ვინც იღებენ სტერიკებს. ხშირად მეკითხებიან მაგალითად ლარი ვილსზე. მაგალითად ვინც არიან უნიკუმები რა, კიდაც ანდრეი სმაევი. უბრალოდ მაგ ხალხს გაუმართლათ გენეტიკით იმ კუთხით, რომ გარდა სტრუქტურის კიდე აქვთ მგრძნობიარობა რეცეპტორების ნორმალური ფარმაკოლოგიის მიმართ. ან მგრძნობიარობას აქვს ან დიდი მნიშვნელობა. არის ხალხი ვინც თქვა აი ფარმას ვაფშე ვერ ირკებს რა, აი გინდათ შეიძლება უხეშად, რა ვიცი, მიახლოებით აი 350-400 მგ ტესტოსტერონს თქვა. იკეთებს, თქვა აყოლებს რამე თქვა ოქსანდროლონს და ვაფშე ვერაფერს ვერ გრძნობს განსხვავებას. და არის თქვა ვიღაცა, რომ ისეთი მგრძნობიარი რომ ფაქტობრივად მაგისთვის სრულფასოვანი ციკლი არის. ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, მე ხლა გენეტიკურად ჯანზე სტრუქტურულად ვაფშე არ ვარ, ან გარკვეულად რაღაცა თქვა სპორტული ცოტა პერფორმანსი რაც მაქვს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გავაკეთე ეგ ფაქტიურად იმით, რომ წლების განმავლობაში დისციპლინით და კიდე ყველაზე მთავარი ნიუანსი ის არის, რომ ჩემთვის ცხოვრებაში არასდროს დიდი დოზირებები არ მიდიოდა. ხდებოდი უფრო მძიმე, ხდებოდი უფრო რაღაცა ნამძიმებული, ანუ თავგზომდი უფრო ცუდად. რაც ახლა ფაქტიურად ციკლს აქ მე ვიტყვი, მე ამ ციკლის ფაქტიურად არ ამჯერა. გინდაც ბამსტედზე, ანუ არ არის ახლა დოზირებაში ხარ რეალურად, რომ აი დიდ დოზებს გაიკეთებ და მაგით მოხვალ ჯანზე რა. პირველ რიგში უნდა როგორც თქვი უნდა იყო ფაქტიურად გენეტიკური მონსტრი სტრუქტურულად, უნდა ქონდეს გენეტიკურად ფაქტიურად ნორმალური მგრძნობიარობა ფარმის და აი აქ ახლა რაც ციკლი არის ახლა 1500 მგ ახლა ტრენი ენათათი კვირაში მე სვეტში არ ამჯერა რა. მასეთი დონის სპორტსმენები ახლა როგორც თქვა აი მისტერ ოლიმპიაზე რომ მაგათ ხელი მიუწვდებათ ვაფშე ნებისმიერ ყველაზე მაგარ რა ვიცი ენდოკრინოლოგებთან რა ვიცი თქვა აი ვინც ჩახედილია თქვა დინას თქვა რაღაცა და ბიოჰაკინგის თემა საერთოდ ბიოჰაკინგი უფრო არ ასოცირდება უფრო ახლოს აი თქვა რაღაცა სპორტულ თემასთან უფრო რაღაცა თქვა აი რა ვიცი სწორედ ძილი იქ თქვა სწორედ გაღვიძება რაღაცა თქვა წითელი ისა წითელი თქვა ფაქტიურად red light therapy ნოოტროპები რაღაცა ბადები და ასე შემდეგ. მე ჩემ ბიოჰაკინგი მაქვს, მე უფრო სხვანაირი უფრო დახვეწილი ბიოჰაკინგი მაქვს და ვიტყოდი რომ ფაქტიურად აი უფრო მაგათ აქვს ხელი ვაფშე ყველასთან. ესეთი არანორმალური დოზები ფაქტიურად თქვა დინას 1000 მგ ხა ტესტი მაგათ კვირაში 1500 ტრემბოლონი 1200 პრიმა 10 DHE და 100 მგ ოქსანდროლონი ფაქტობრივად და ვინსტროლი რაც აქ წერია, მე ამ ციკლის ფაქტობრივად არ ამჯერა ნაღმად. რაც შემიძლია რომ თქვა ეხა რეალურად რომ აი მიახლოებით პლუს მინუს ახსენ როგორ ნიუანსი. გინდას თქვა თავიღოთ ბოლო 1 თვე, სადაც აი თქვა მიდის რაღაცა ჰარდკორული ესე თქვა გაწურვა რაღაცა ვარიანტში. მაინც არის ძალიან დიდი დოზირებები, იმიტომ რომ ხა კრისი არ იყო ეხა წონით, რა ვიცი, 135-დან 40 კილო, წონითაც იყო პატარა. აი კიდე შეიძლება ერთ-ერთს დავიჯერო აქ რაც არის ფაქტობრივად. ეგ არის ის, რომ თქვა შეიძლება ითქვას 100 მგ ოქსანდროლონი. ოქსანდროლონს ფაქტობრივად ის აქვს, რომ ოქსანდროლონს ზოგადად ამობენ, რომ სუსტი სტერიკია. სუსტი სტერიკი ვაფშე არ არის საერთოდ. უბრალოდ ის არის, რომ აი
side effect-ების ფონში არის ვითომ ნაკლები ეფექტები აქვს, მაგრამ სუსტი არ არის. ანუ რეალურად აი თუ კაი ხარისხის ფაქტიურად ოქსანდროლონია წარმოებელიც არ იტყუება და რეალურად მილიგრამაზე არის სწორედ ყველაფერი. ვიტყოდი რომ აი 30-დან 50 მილიგრამამდე ოქსანდროლონი რეალურად რასაც ქვია მაგარჯანზე მოყავ რა. მე ლიშად აი 30-ზე, over 30-ზე მეტი არ მისდია. ისე მაქვს მუღამი, რომ ძალიან დაბალ რაოდენობა თქვა ტესტზე, რაც ახლა ვარ tier 10-ზე. ერთხელ თქვა გავაკეთო ნორმალური ციკლი ოქსანდროლონის, იმიტომ რომ ოქსანდროლონის საერთოდ მაგარი სტერიკი არის ძალიან ეფექტებით. ერთ-ერთი არჩევა ფაქტია დავიჯერო. მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი უბრალოდ. ტესტოსტერონი საერთოდ უნდა ხვდებოდეთ როგორ ნიუანსს. სადაც საუბარი უფრო მიდის ბოდიბილდინგზე და სადაც საუბარი უფრო მიდის რაღაც გარკვეულად ანაბოლიზმზე. ძალიან დიდი რაოდენობა ტესტოსტერონი ჩემი განმოსახედით საჭირო არ არის, იმიტომ რომ უფრო აქცენტი შეიძლება რომ ჩვენ გავაკეთოთ უფრო ისეთ გარკვეულ პრეპებზე, რომლებსაც უფრო ანაბოლური ინდექსი აქვს მაღალი. რო ავიღოთ თქვა გინას მილიგრამაზე თქვა გინას თქვა, ხა ტრენზე ოფში ზედმეტია, ტრენი სხვა სამყაროა. ავიღოთ გინას დანდროლონი, ავიღოთ გინას პრიმაბოლანი, მილიგრამაზე ტესტოსტერონთან შეხამებაში. უფრო რა თქმა უნდა პრიმასთან ანდროლონის ანაბოლური ეფექტით იქნება უფრო კაი. რადგან ჩვენ უფრო გვინდა ანაბოლიზმი, უფრო კუნთოვანი ქსოვილის უფრო ზდა ფაქტიურად. ანუ უფრო შინაარსი, ეგ არის და უფრო ნიუანსი, ეგ არის რომ ჯობია თქვა ტესტი იყოს რაღაცა თქვა ნორმალური რაოდენობა თქვა. ნუ უხეშად რა ვიცი თქვა, აი უხეშად მაქსიმუმი 500 მილიგრამი კვირაში. და აქცენტი გაკეთეს მაგალითად. დაემატოს მასტეროინი, დაემატოს მაგალითად პრიმა. შეიძლება დაჟე ტრენიც, თუ ოფსიზონი არის, თქვა შეიძლება დაჟე ნანდროლონიც, მაგალითად გინას თქვა იყოს თქვა ფინილი. და ასე შემდეგ, რაც შეეხება თქვა გარკვეულად ახლა 10 ერთეული GH-ი, ნუ ახლა გასაკვირი არაფერი არ არის. თან GH-ზე ხა ვიტყვი როგორ ნიუანსს. GH-ის ხარისხი ბაზარზე გაფუჭებულია. ნორმალური ხარისხის დათრევა არის ძალიან რთული. თუ დამიჯერეთ ნორმალური ხარისხის GH-ი არის, რეალურად 10 ერთეული არის აი ძალიან ჯიგრული დოზირება წვეთში. რაც შეეხება ახლა ოქსანდროლონს და ვინსტროლს 100 მილიგრამს, ეს არის არანორმალურად დიდი დოზირება. ვინსტროლი იმით არ მევასება მე ფაქტიურად რომ არის საკმაოდ არ ამეგობრობს უიძულთან ეგერთი, არ ამეგობრობს კარგად ფაქტიურად თითქმელებთან და ამასობაში კიდე გზად ძალიან აფუჭებს ლიპიდურ პროფილს. მე ფაქტიურად ჩემი ბიოჰაკინგი იმით იყო უფრო ახლოს ამ სტერიკებთან ფაქტიურად და ამ გარკვეულად რაღაც ისეთ ჯგუფთან, რაც აუნჯობესებს რაღაც გარკვეულად პერფორმანსს, იმით რომ გაგიკეთებინა რაღაცა სტაბილურად და არა ისე როგორც თქვა ახლა რა ვიცი, ზოგი სპორტსმენები არიან თქვა ფორმაში წლის განმავლობაში მიახლოებით 1-3 თვე, მერე არიან ჩაოლბური ტიპები, როგორც ჩამოდიან ფარმიდან. მე უფრო მინდოდა ყოველთვის სულ მეპოვო ისეთი რაღაც რაც ახლო იქნებოდა ჯანმრთელობასთან და უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში შეგვეძლებოდა გამოყენება რა და აი უფრო იმიტომ მევასება უფრო რაღაც კუთხით შეიძლება სარმები ითქვას, რომ ატკატი ეს ვარიანტი არ აქვს კიდე, არა აქვთ იმ პონჩი, რომ შეიძლება თქვა რაღაცა გარკვეული ხანგრძლივ პერიოდში მიიღო, როცა ადამიანი არის tier 10-ზე. ასევე შეიძლება ითქვას დაჟე ოქსანდროლონზეც. რაც ძალიან მკვეთრად აფუჭებს ლიპიდურ პროფილს, მაგ სიტუაციას უფრო მეტწილად ან უნდა მოვერიდოთ, ან უნდა აქტიურად ვიჯდეთ ფაქტიურად სტატინებზე, ან ფაქტიურად უნდა აქტიურად ვაკონტროლოთ ლიპიდური პროფილი. ეგ არის ვინსტროლიც ცალკე სამყარო როგორც ტრემბოლონი. ტრემბოლონს როგორც აქვს ის გარკვეულად ანუ არა ეს ეგ ხანძრივი ეგორი პრეპარატი არის ხანძრივი პერსპექტივისთვის წვეთში რა. იმიტომ რომ ვინსტროლი აუბედურებს სახსრებს, სახსრები ფაქტიურად ეს არის ისეთი ლიმიტირებული რაღაც ფაქტორი სპორტში, რაც შეუძლია თქვენ სპორტულ კარიერას უბრალოდ წერტილი დაუშვოს რაღაც გარკვეულმა სერიოზულმა ტრავმამ. ეგ არის კოლაგენის სინთეზი ზრდის არანორმალურ დონეზე, ანუ რაც მაღალია ეს ფაქტია კოლაგენის სინთეზი, შეიძლება რაღაცა თქვა გარკვეულად რეგენერაციული პროცესები და რაღაცები ხდება, უკეთესად, მაგრამ ჩვენ ხო არ ვისვენებ და ვარჯიშობთ და მაგ პერიოდში უფრო ჩდება შანსი იმისი, რომ აი რაზრივებიან, უფრო გახევა გარკვეულად კუნთოვანი ქსოვილი, შეიძლება თქვა ის ვარიანტი პრესი არ გაწყეს, მაგრამ გაწყეს გინათ პატარა ჩახევა მოხდეს კუნთის, როგორც მე მომივიდა ბიცეპსებზე. მაგას ხელს უწყობს ფაქტიურად ვინსტროლი ძალიან მაგრად. და როგორც ისინი როგორც ითხრეს სახსრებში, ადრეს ბევრჯერ მოხდა ფორმი ძალიან მაგრად აშრობს. ანუ რეალურად თუ გინდათ რომ რა ვიცი, ვერ იხრებოდეთ ნორმალურად ბუქნების პერიოდში ერთი თვის შემდეგ ვინსტროლის მიღების შემდეგ, რა ვიცი, მაშინ უნდა შეეშვათ მაგას სვეტში და დიდ დოზირებებით 100 მილიგრამი სვეტში მენალოთ არ ამჯერა რა. რა ვიცი, გინას ერთი 2-3 კვირა, იმიტომ რომ ფაქტიურად კუჭისთვისაც არ არის მთლად მეგობრული, რო ვთქვათ. დანარჩენი ხა რაც შეეხება თქვათ აი ტრენს, ეხა ტრენზე საერთოდ რა ვიცი, ოფლიანობა, აგრესია და კიდე ყველაზე მთავარი, ყველაზე ცუდი რაც აქვს, ტრემოლო ზოგადად. ხანძრივ პერსპექტივაში ხდის უფრო, საერთოდ ყველა სტერიკები ზოგადად ვიტყვი იმას, რომ მინდა არ გინდა ნერვულ სისტემაზეც მოქმედებენ და ეხა ვიტყვი ის ვარიანტი
ცოტა უფრო დებილს არ ვიტყოდი, მაგრამ უფრო ცოტა რაღაცნაირად თქვა, კოგნიტიურად უფრო გვიქვევითებენ პერფორმანსს. ანუ გინდა შევიყოთ თქვა დაჟე TRT-ზე. მე მაგალითად ნოუტრობებს ყოველ ჩემს კლიენტებს მაინც ვალივირებ იმისთვის, რომ მაინც ცოტა მოქმედებენ ეგ ნერვულ სისტემაზე სხვანაირი კუთხით და რასაც ქვია ფაქტიურად ტრემბოლონი ეგ ოფში სხვა სამყაროა საერთოდ რა. იმისი რომ გარდა აგრესიისა გარდა რაღაცა გარკვეული, რავი, ხა ლიპიდური პროფილზე ხო არ მოხდეს საუბარი, აგრესიაც ერთი და ყველაზე ცუდი რაც აქვს სტრესაც მე არ მომწონს ფაქტიურად ის რომ აფუჭებს ძალიან მაგრად ძილს. აი ალბათ 10-დან შეიძლება ითქვას რომ აი ჩემი 8 კლიენტი ფაქტიურად ვინც იყო ძილს ყველა ემდურებოდა. მე ვინუშდენები ხვდებოდით რომ ფაქტიურად რაღაცა თქვა საძილე ვარიანტი რაღაცა თქვა ისეთი ან თქვა ბევრი ბადები და გველია. და კიდე ტრენის პერიოდში ნიუანსი აქვს იმას ფაქტიურად რომ სეროტონინს ფაქტიურად აკრავს. და ამიტომ როცა უბერავთ თქვა ტრენს რაღაცა თქვა მსგავსი როგორიც არის თქვა გინაც საფრონი დიდი რაოდენობით თქვა მაგნეზიუმი, ოლპროვის მჟავა, შეიძლება დაჟე თქვა შეიძლება გაბა, შეიძლება გლიცინი ფაქტიურად, აშვაგანდა, ვალერიანი, მელისა, აი ესეთი რაღაცები აქვს ადგილი მაგების მიღების პროცესში, რომ აი ეს ცოტა აგრესია დავაბალანსოთ. ეგ არის. აი ეს ციკლი რაც არის, მე ამისი არ ამჯერად, ჩემი განმოსახედით, ალბათ მე რო ვთქვა, კრის უდგენდი თქვა რაღაცა გარკვეულად რამე ნორმალურ თქვა ციკლს. ბაზარი არის 1750 მგ თქვა და 700 მგ უხეშად ტესტი, ეგ იქნება ზედაპირი, 500 ტრენი იქნება საკმარისი. უეჭველი მექნებოდა ცოტა მასტერონი, პროპიონატი, მიახლოებით ალბათ ერთი რა ვიცით 300-400 მგ და შეიძლება კიდე ერთი უხეშად 300-400-500 მგ უხეშად. პრიმო შეიძლება დაჟე ყოფილიყო გინას თქვა შეიძლება 700, შეიძლება 800 მგ-იც. ეგეც ძალიან ინდივიდუალური იმ კუთხით რომ მაინც გზნობიარობა როგორც ვთქვი რა და მომზადებას ეგენი ფაქტიოდ შეჯიბრამდე იწყებენ, რა ვიცი, სულ ექსპერიმენტში ხდება ეგ ყველაფერი რა. ტესტი 500, 700 იქნება აი ყველაზე მაქსიმუმი ზედა ვარიანტი. თავარი ნიუანსი კიდე რა არის? შეიძლება თქვათ კიდე რომ GH-ის ნაცვლად ყოფილიყო თქვათ გინაც IGF-ი, ყოფილიყო თქვათ რაღაცა პეპტაიდები, რამე, რა ვიცი თქვათ. ოქსანდროლონი ბაზარი არის, ოქსანდროლონი ყოფილიყო, ვისტროლი, რა ვიცი, მე ვისტროს მაგალითად რაღაცა არ მომწონს ეგ, იმიტომ რომ ყოველთვის დიდი ტრავმა რაც მქონდა ბიცეპსზე ჩაწყვეტა. მაგის შემდეგ მომივიდა ჩემი გარკვეული რაღაცა მოსაზრება, რაც ამაზე შეიძლება რომ ითქვას, სიმართლეს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ 1000 რაღაცის ვარიაციები ხდება რა ფაქტიურად. ამის გარდა კიდე რომ ამ ყველაფერს ამ ციკლს ჭირდება მიახლოებით ერთი მინიმუმი ერთი 10, 12, 15 ბადი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. არა მაქვს საუბარი ქოქი, ნაკი 1000 რაღაცა გარკვეული ისეთი საფლემენტები, კიდე გზად ჭირდება მინიმუმი ალბათ ერთი ალბათ 10 რაღაცა გარკვეული საათი აქო რა, აი უამრავი. ამიტომ ეგ არის ზუსტად განსხვავება ფაქტიურად ჩემს შორის და ფაქტიურად აი ჩვეულებრივი ტიპები ვინც არიან, რომ მე ჩემ კლიენტურას ყოველთვის აი სხვანაირი კუთხით უდგები, როცა მით უმეტეს აი არის რაღაცა გარკვეული სტეროიდების ციკლზე, როცა არიან, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არის ყოველთვის პრიორიტეტში. ეგ უნდა ვაკონტროლოთ, რა ვიცი, სტატინების გვაქვს, ბეტა-ბლოკატორების ყოველთვის გვაქვს, ყოველთვის რაღაცა ვთქვათ, დაჟე წნევის დამწევიც, აი ძალიან ბევრი რამეს უნდა კონტროლი. ანუ ამ ყველაფერს უნდა ძალიან სერიოზულად მოკიდება. ეს არის პროფესიონალური სპორტი. შეკითხვებს ახლა უცებ გადავავლებ და რამოდენიმე შეკითხვას ფაქტიურად გიპასუხებთ. ჯიმ, ზაღულკა ჯიმ უნტი თილ დო რაღაცა ვაიფ გზელი სახელი არის. აქ არის ფაქტიურად აი ძალიან დიდი ტექსტია დაწერილი. და ფაქტიურად აქ არის შინაარსი ის რომ მიდის საუბარი რაღაცა ბულგარულ სისტემაზე. ეგ როგორი თემა არის, რასაც ხა შენ მეკითხები ძალიან დიდი ხნის წინ ფაქტიურად მეც თითქოს ერთი პერიოდი ვცადე ეგ, ალბათ ერთი თვის განმავლობაში და 3-ჯერ და 4-ჯერ 100% წონების მისვლაზე ან უნდა იყო რეალურად ისეთი უნიკალური ადამიანი როგორც სტალახაძე ლაშა რომ მაგას გაუძლო, რაც არის ალბათ ცვეთში 1%-ით ალბათ ვიტყოდი რომ ხალხი მასეთები არ არიან რაღაცა რავი 0.1%-ია რა მასეთი ვარიანტის და ჩვეულებრივი ხალხი ამ ესეთ იმას ვერ გაუძლებს, ანუ მილიონი პროცენტი შენ შეიძლება თავიდან გარკვეული პერიოდი შეიძლება 5 თვე 6 თვე რაღაცა ან თქვა ვიღაცა თქვა ვინც ამას გირჩევს შენ იმან გითხრას რომ ვიღაცამ თქვა აი 100 კაციდან გაისვრის ერთი ბაზარი არ არის და ყველა იშვებს თიც იმაზე. ყოველთვის მე იმის მომხრე ვარ, უნდა სტატისტიკა იყოს რაღაცა გარკვეული რაღაცის. რაღაცა რომ მოხდა კაი, უნდა შედარდეს რამხელა რაოდენობა მოხდა ცუდი. ესეთი სიტუაცია და ესეთი არანორმალური სავარჯიშო პროგრამაც გინაცტერიკებზე იყო. 3-ჯერ და 4-ჯერ მიხვიდი 100%-ზე კვირის განმავლობაში. ნერვული სისტემასაც სვეტში არ ესიამოვნება და ვერ იქნები ჯიგრულად ეგერთი რა. და კიდე ახსნი იმ სიტუაციას, რომ მოხდება უეჭველი უახლოეს პერიოდში ტრავმა. არა.
даже 100% კვირაში ერთხელაც თითქოს მანდატს თითქოს რაღაც ცოტა მებევრება რა. აი 90%, 92% კვირაში ერთხელ კიდე ბაზარია მოსულა, მაგრამ წლები რა 20 წელი მაქვს სტაჟი ფაქტიურად ვარჯიშის და რაც კიდე კროსფიტს უბერავ 10 წელია კროსფიტში ფაქტიურად აკურატაციებზე 3-ჯერ 4-ჯერ კი არა კვირაში ერთხელ ვერ გავუძლებ მაგ სიტუაციას, იმიტომ რომ კროსფიტი ხო ბაზარია სხვა სპეციფიკაა უფრო, მაგრამ მაინც არაც მე არ მივესალმები მაგ სიტუაციას. საკმარისია, რა ვიცი, აკეთო თქვა 70% მოცულობა, შეიძლება 85%, შეიძლება თქვა ერთხელ 93%, 95% ჰა მაქსიმუმ, მაგრამ კვირაში 3-ჯერ და 4-ჯერ გამორიცხულია bro. მე მაგას ნაღდაც სვეტში არ გირჩევ. ზაღლუკა, კახა, გვენ, ცაძე, 75-65. გამარჯობა გიო ცერებროლიზის დოზირებაზე, ციკლის ხანგრძლივობაზე და მის დადებით თვისებებზე მაინტერესებს შენი აზრი. გაუმარჯოს ძმაო, ცერებროლიზინია ჩემ bro. ძალიან ხშირად მაგ პრეპს ფაქტიურად მე გამოვაყენებინებ ჩემს კლიენტურას, ყავს სიტყვასა როგორ სიტუაციას ფაქტიურად. ნერვული სისტემის აღდგენაში კი ბატონო ძალიან მაგარია, მაგრამ ბოლო ხანებში რაც ფასი ძმა გახდა, უკვე ცოტა ისეთ პონჩი თითქოს მეძვირება. ადრე ღირდა ხოლმე ალბათ აი ცვეთში ვიტყვი 40%-ით აი ღირდა ხოლმე იაფი. მაშინ ცერებრო კაი თემა არის, ძვირის სიამოვნება არის რეალურად. თუ მივა რაღაცა გარკვეულად თქვა ციკლის პერიოდში რა, აი ისევ და ისევ წაღან როგორც ვახსენე ფაქტიურად. ტრენის მიღების დროს თუ თქვა ტრენს იღებ უხეშად თქვა 2 თვის განმავლობაში, სასჯიბრო პერიოდში და ნერვულ სისტემაზე თქვა ფიქრობ. მაგეთ სიტუაციაში შეგიძლია თავისუფლად უბერო მაგალითად კვირაში კიდაც 1-3-ჯერ 5 მილილიტრი. თუ მიდის ახლა საუბარი თქვა რა ვიცი თქვა რაღაცა გადაღლის თქვა ციკლის პერიოდში შეიძლება იყოს უხეშად 10 ინიექცია даже 10 მილილიტრი. თუ ახლა მაგალითად თქვა აი ჩემ ბიჭებს თქვა ვინც აი თქვა რაღაცა თქვა ციკლიკაში გამოდის ამ მსგავს რაღაცაში შეიძლება даже გადასხმაში თქვა 15 მილilitrიც. ინდივიდუალურია ფაქტია. ერთ რაღაცა პიქს და ერთ რაღაცა იმას არ იძლევა რაღაც ვარიანტში რაღაცა ფანტასტიკას ნემინემას გიშვა, მაგრამ ნერვული სისტემაზე ძალიან რთულად მოქმედებს აღდგენის ვარიანტში. თუ ადამიანს თქვა ქონდა თქვა აი ჩემ რეგბისტეს ბიჭებს ქონიათ ტვინი შერყევა ძალიან ბევრს თქვა ვინც თქვა აი მოჩხუბარე მიყოლია თქვა და ეხაც მყავს ვინც უბერავენ MMA-ს და ბევრ დარტყმებს იღებენ თქვა ფაქტიურად თავში იმათ თვის დაჟე მირჩევია 20 მილilitrიც მიახლოებით 2-3 და 4 დღის განმავლობაში იმის შემდეგ ჩხუბების შემდეგ რა და თუ მიდის რაღაცა გარკვეული პროსტა პროფილაქტიკა როგორც გითხრა თავიდან 5 მილილიტრი კვირაში 3-ჯერ იქნება ნორმალური კაი პრეპია საინტერესო პრეპია რეალურად ფაქტია პეპტიდი არის პეპტიდური ფაქტია ისეთი სუბსტანცია რომელიც ვინც თქვათ რელიგიურად ფაქტიურად ხდებით ხარ ასე ველაპარაკობ ვისაც ღორი არ შეიძლება ღორის ტვინიდან იღება ფაქტიურად ეგან მუსულმანებისთვის ეგ მე მგონი წვეთში არ შეიძლება რა და დანარჩენი თუ ეგ პონტი შენ არა გაქვს არანაირი პრობლემას არ გიქმნის კვირაში 3-ჯერ პროფილაქტიკა 5 მილილიტრი თუ თქვათ რაღაცა უბრალოდ თქვათ რაღაცა თქვათ მიახლოებით აღდგენის ვარიანტი არის 10 ინიექცია დღე გამოშვებით 10 შეიძლება მილილიტრი მაგრამ ფინანსების ვარიანტში ძვირია თითქოს რა. მე იგივე სიტუაციას თუ მაგალითად მივა ნერვული სისტემაზე მიახლოებით ეფექტი რომ მოგწეს ნოოპეპტიდანი რაც და მიქნებოდა იდეალური ვარიანტი. ან თქვა დაჟე შეიძლება დიჰექსაც ეგ არის ესე იგი დაში. ის არის კიდე ძალიან საინტერესო. სემაქსია ძალიან საინტერესო კიდე. მსგავსი მექანიზმი. ესე იგი ფაქტიურად აი ორ შეკითხვას ხა მე მგონი იგი პასუხებთ გიო შემდეგი ვიდეოსთვის ჩამოთვალე 5 ყველაზე ბანძი დანამატი რომელიც შენს არასდროს იყიდიდი. ეხლა როგორი ნიუანსია. ბანძი დანამატი ფაქტიურად ალბათ არც ერთი არ არის. დეზინფორმაციას ფაქტიურად არ გამიკეთები ალბათ არც ერთ დანამატს ის ვარიანტი. просто უბრალოდ შეიძლება ითქვას ნაკლებად ეფექტური გააჩნია ისევ და ისევ კონტექსტს, ანუ როგორი თემა არის? მე მაგალითად თევზის კონს ვაფშე აღარ ყიდულობ, იმიტომ რომ კაი ხარისხის სვეტში არ არის ეგრეთი ნიუანსი არის. ბეციას იმენა განსახილოთ არ ყიდულობ ამ ჩუქნიან, ბევრი კლიენტი ხან მიგზავნიან ხოლმე რაღაცას თქვა, აი მდრეობენ, მაჩუქებენ ხოლმე. ალბათ მე ლიჩნად არ გადავიხდიდი პულს როგორ არის. აი რა ვიყოთ თქვა საუბარი თქვა კიდე თქვა ისე და ისე ვინას ტრიბულუსზე და მაგაზე თქვა ფაქტიოდ რომ უკვე ყველა ვიცით რომ აი თქვა ტესტოზე და რაღაცაზე არ მოქმედებს, მაგრამ აი და ვიღაცას თქვა ლიბიდოს პრობლემა აქვს და უნდა რომ პირიქით თქვა აი ლიბიდო მაგალითად გაიუმჯობესოს. და სვავს მიახლოებით რავი 1000-1500 2000 მილიგრამს და ლიბიდოზე მაგრად მოქმედებს და კმაყოფილია. შეიძლება ითქვას რომ ეგ დანამატი არა ეფექტურია. არა მე მაგალითად ალბათ აი კიდე არ მომწონს ძალიან არგინინი არ მომწონს იქ ფაქტიოდ რომ აი რავი სამი თავი ჯუბია ციტრულინი ფაქტიოდ ფამფის ვარიანტში
კიდე იმით, რომ ძალიან ახლოს მეგობრობს ჰერპესთან. ჰერპესთან, ანუ ადამიანს თუ ვთქვათ იმუნური სისტემა აქვს სუსტი და ხშირად ამოსდის ვთქვათ ჰერპესი. ჰერპესის სოკოს რაღაც გარკვეული ჟედები ყოველ ადამიანს აქვს საერთოდ რა, მაგრამ იმუნურ სისტემაზე არის როგორ არის ბალანსი შიგნით, როგორ ერევა იმუნური სისტემა მაგ რეცეპტორებს, ფაქტიურად და მაგ უჯრედებს და არგინინი მეგობრობს ფაქტიურად ჰერპესთან. აი მე მაგალითად არგინის რო სისტემატურად ვთქვათ დამბერია ნორმალური დოზირებები 1 გრამი მაგალითად დავკვირებული რომ მე ჰერპესი ვთქვათ აი მქონია რა, მიგზნია. ამიტომ მაგალითად მაგას ვიტყოდი კიდე ფაქტიურად რა შეიძლება აღინიშნოს. არაეფექტური ფაქტიურად ისევ და ისევ აი ცოტა რაც არის გაბუქებული ინფორმაცია ცინკზე, ცინკი ცოტა კონკურირებს რკინასთან მაგალითად აი გოგოებს ურჩევნოთ მაგცივად და რაღაცა პირიქით მისცემის ერთ-ერთი ვარიანტი ფაქტიურად ის არის რომ ზუსტად რკინის ნაკლებობა და გოგოებს ფერიტინი აქვს დაბალი, იმიტომ ციკლი აქვს. და კიდე ცინკს ურჩევენ ზევიდან რა. აი რაც არის უბრალოდ უფრო ცვეთში მოდაში უფრო, ალბათ უფრო არ ვიტყოდი რომ ყველაფერი არ არის საჭირო, მაგრამ ცოტა გაბუქებულია მარკეტინგი იმპონჩი რომ უბრალოდ გაიყიდოს ეს ყველაფერი რა. Game changer-ი რასაც ფაქტიოდ აი ლაპარაკობენ უმეტესობას game changer-ი არც ერთი არ არის. არც ბეცია, არც არგინინი, არც ტრიბულუსი, არც ცინკი, არც თევზის ქონი. აი არც ერთი მაქინან არა. არც დაჟე რო ვთქვათ ფაქტიურად აი D ვიტამინი. აი D ვიტამინი რო game changer-ი იყოს, ადამიანს უნდა ქონდეს იმენა აი რეფერალის ქვედაზღვართან უნდა ქონდეს ოფშენ, უნდა ქონდეს მინუსი, ნაკლებობა უნდა ქონდეს და დაჟე ისიც ფაქტიურად აი უამრავი ხალხი ცხოვრობენ მასზე წლების განმავლობაში რა და ამიტომ რაც ჩამოთვალე ფაქტიურად ეგენი უბრალოდ რაღაცა ჯადოსნურ ეფექტებს არ უნდა ელოდებოდეთ. ისევ იგივენაირად რო ვთქვათ მაგალითად გლუკოზამინი და ხონდროიტინი რაც არის ფაქტიურად ჩოლობრივი კლასიკურები ეგეც თვისდება ძალიან ცუდად ან ეგეც ფაქტიურად არაეფექტური აი მაგალითად ხონდროიტის სულფატი ინიექციის სახად საინტერესო არის ძალიან მაგრამ აი ტაბლეტი ვერ თვისდება კარგად რა და ისეთ თემა არის რომ წლების წინ როცა აქტიურად აი რასაც ქვია დღეში ალბათ ვსვავდი მინიმუმი 100 კაფსულას. წარმოიდგინეთ 100 კაფსულას დღეში მინიმუმი რა 30 მეტი და შეიძლება 120-იც შეიძლება დამილევია და ალბათ მქონდა დღეში დღის განმავლობაში ალბათ 50-60 სხვადასხვანაირი ნივთიერება რა. აი ალბათ გეფიცებით ბრაიან ჯონსონი ალბათ ყბა ჩამოვარდებოდა მაშინ კაროჩე მე უბერავდი ამ სიტუაციას რაც მქონდა რა და ეხლა უკვე წლების განმავლობაში უფრო ალბათ გავიტოვე მიახლოებით 1.20-25 რაღაცა ვთქვა და ისიც აი რაც თვეში ვხედავ რომ ანალიზებზე მუშაობს რა რაც ეფექტურია რეალურად და ამიტომ ეგ არის ფაქტიურად რაც გითხარი ანუ უფრო ჯობია რაღაცა ვთქვა ფული თუ არის რაღაც ეკონომიური ვარიანტი რავი თქვა და შედეგი ნორმალურად გინდა გააკეთო ალბათ უფრო მე თუ მივასაუბარ ნატურალებზე და რაღაცა ვთქვა აი სერმსები ფაქტიურად რაც ეს კლომიფენი ენკლომიდი ფარესტონი ფაქტიურად ეგ თემები რა. კიდე როგორი თემა არის ხშირად ხომ მეცინება ხომ ეს ნატურალების დიჟენია რომ ნატურალიურად ამით ამაყობენ და ყველაზე მთავარი კიდე ის არის ფაქტიურად რომ ბაზარი არის ნატურალი ხარ იქამდე და შეიძლება იყო იქამდე სანამ ატყობ რომ პროგრესი ჯიგრულად გააქვს. თუ პროგრესი გაჩერდა და ვაფშე ისევ იგივე ხარ და ის არის როგორც კიდე არ გავაჭიროთ საქმე ფაქტიურად და თავი არ მოვიტყუოთ ჩვენ იმიტომ ვარჯიშობთ რომ ვარჯიშის პროცესში თვითონ შედეგს რომ ვაღწევთ ეგ გუსიამოვნებს ეგ გვისწორდება და როცა ატყობ რომ პლატოზე ხარ და რაღაც და მაინც ხელებს იტყავ კერჩი რომ მე იმას არ გავეკარები და არ გავეკარები ერთ შეკითხვას ყველაზე მთავარი რომ მაგას თუ ხვდებიან ყველა ადამიანი იმას რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რაც არის ის არის ლიმიტირებული დრო ანუ ჩვენ ლიმიტირებულ ფაქტიურად ისეთ იმაში ვცხოვრობთ ანუ არ ვიცით ხვალ ვიქნებით თუ არ ვიქნებით და ამ მომენტში მაშინ უბრალოდ შინაარსი რაღა აქვს რომ ვარჯიშობ თუ შედეგს ვაფშე ვერ ხედავ და ნატურალობა და ისეთ ვარიანტში ეგეც ისეთი თემა არის როგორც ვთქვათ რა ვიცი პროგრესი მიდის მაქსიმალურად წინ როგორც ვთქვათ შემოგთავაზონ შენ მაგალითად რა ვიცი რაღაცა ვთქვათ ტესლა 2000 რა ვიცი 25 წლის და რაღაცა ვთქვათ ჟიგული ანუ მიდიხარ იმითაც მაგრამ სისწრაფეს და ხარისხს და უფრო კომფორტს უფრო სხვანაირად არის რა და რა ვიცი ფაქტიურად მე უფრო ფულს გადავიხდიდი ამ კუთხით უფრო სხვა რაღაცეებში რა პეპტიდებია კიდე ძალიან საინტერესო ფაქტიურად კიდე ერთ იმას ორ შეკითხვას მე მგონი გავწევდი უცებ საბოლოოდ რომ მოსპო ეს თემა animal pack და flexi როგორია და ცუდია რატო ცუდი არ არის რო ვთქვა მაგრამ ეფექტურობის კუთხით რო ავიღოთ და მე რო ვთქვა უკან შემცველობას რო ნაშვები
უმეტესობა ხალხი ვერ ხვდება. რატო არ მიყურებენ მე ბევრი ძალიან? იმიტომ რომ ფაქტია ხალხი უფრო გაზარმაცდა ერთი კუთხით ეგ ერთი. ხალხს უფრო აი ეს ისეთ ვარიანტი უფრო ჩოლბური კლასიკური რაღაცა თქვა რეკლამის და უფრო ეგ უფრო იზიდავთ, აი უბრალო ვარიანტები და იგივე მარკეტოლოგიური ხრიკიდევს მანდ. ბევრ კაფსულებს ხედავენ, ვითომ ყველაფერი ერთში არის და всё მოშორებული აქვს თავში ფიქრობს, რომ აი ყველაფერი ერთში მაქვს და всё მე საფიქრალი არაფერი არ მაქვს. როგორც შეიძლება ითქვას მაგ ვიტამინებზე. ჯერაც ერთი რა ვავიღოთ კიდე ბეჯგუფის ვიტამინები არ არის აქტიური ფორმები ეგ ერთი. რაოდენობები არის ცუდი. ხარისხი არ ვიცი ხარ რეალურად ფაქტობრივად როგორი არის ამ ეტაპზე და ისევ და ისევ ვიტყოდი იმ სიტუაციას, რომ აი ფლექსეს თუ მივა საუბარი სახსრების ვარიანტში 1,000,000% ჯობია მაგას თქვა, BPC ისევ და ისევ, ისევ MK, ისევ MSM, ისევ სერაპეპტაზა, ისევ ნიაცინამიდი, აი ეს ვარიანტი არის. არაეფექტურია უბრალოდ და უბრალოდ ისეთი თემა არის, რომ ვიღაცა თქვა უმეტესობა ვინც ყიდულობს ესეთ დანამატებს, ფსიქოთემატიკის ბაზარი არის ანუ უფრო. სვავს ფსიქოლოგიურად დაიწუნებს, რომ აი რაღაცა ყველაფერაც კი დაემთხო, ოდნავ გაუვლის რაღაც სახსარი, რაღაცა მოხდება, როცა ამასობაში ორგანიზმს თვითონ აქვს რეგენერაციის პროცესი და ყოველ დღე რაღაცას თქვა დაზიანებული რო თვითონაც მაგას თქვა რეგენერაციას უწევს. ადამიანი დააბრალებს იმდა წვეჩი მაგფლექს. იტყვის მეგობართან იმასთან და ეს ვარიანტი წავიდა. ჩემთვის მე ფულს წვეჩი მაგაში არ გადავიხდიდი ფაქტიურად. გიო შობის პროცესში ჯივი 0.7 კლენი პლუს ელკანტინის ინიექცია სერიოზული დანამატებია ხო ცხიმისთვის თან ბიუჯეტურიც რამდენი დაждდება ეს ორთვიანი კურსი კი ბრო მაგარი კომბინაცია არის ჯივი 0.7 ჩემი ვაფშე მაგარი ბრო არის კლენიც ჩემი მაგარი ბრო არის ფაქტობრივად თუმცა ცოტა სომფომი 20-40 მიკროგრამი ელკანტინის ინიექციაც ბაზარი არის კაია რეალურად ვაფშე შებავში ნოსოფითაც გაკეთდეს იმიტომ რომ ამინომჟავაა შეიძლება როგორი თემა გაკეთდეს თქვა მან კიდე ჩაემატოს თქვა გინდა ჩაემატოს ბამი 15 გინდა ჩაემატოს სლუპია ძალიან მაგარი საინტერესო სლუპ 332 ეგ არის უხეშად ორთვიანი ციკლი რა ვიცი ალბათ 1.600 ლარი უხეშად ალბათ მაგრამ ეფექტური იქნება წვეჩი თუ აიყვების ვარიანტს და ყოველთვის დაიცავ წვეჩი მაგრად დაგიხმარება გამოშვების ვარიანტში ფაქტიურად აი დავითი ბოლო შეკითხვა ეს 30 წუთზე ავდივარ გიო რომელი ბუნებრივი ბიოჰაკი აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური შენთვის და რომელი ყველაზე გადაჭარბებითი მითი ეგეც როგორი რთული შეკითხვა არის ძმა აი რთულია ერთი ბიოჰაკი რაღაცა არ არის ახსნი ყველაზე მთავარ ბიოჰაკს ალბათ იმას ყველაზე მაგარ მთავარ ბიოჰაკს რასაც უყოლა უნდა გაუწიოთ ვარაუდი რომ ყველა საფლემენტები და ფეცები ყველაფერი კაია, ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მელიჩანთა ექსპერიმენტებში ვატარებ ბოლო 10 წელიწადი. ცხოვრებას ასაც ქვია, რომ აი რაც კი ფული რამე მიჩდება თქვათ და რაც კი რამე თქვათ, ისე მაქვს სულ ამაში ვდებ, რომ აი სულ ისევ განათლებაში ჩემ თავზე კითხულობ რამე თქვათ ამ სტატიებს. მე მაინც მე თან როსვამ ყველაფერს. ახლა უცდილობ უფრო სპორტში გავუკეთო კონვერტაცია, ანუ მოვიდე დარბაზში და რაღაცა ვეცადო პერფორმანსი გამოძრბეს და თუ არა, ალბათ ყველაზე მიშელოვანი ალბათ ის არის, რომ ყველაზე მიშელოვანი ნორმალური ძილი უნდა ქონდეს დაბალანსებული და აი ძილი ალბათ ვიტყოდი, რომ წვეთში ყველაზე მთავარია. მე მყავს მაკაცები, რომლებიც ჩემთან სისტემატურად დადიან ხოლმე დარბაზში სავარჯიშოდ, მიახლოებით 1-3 კაცი, 2-3 კაცი, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ ხან 3 დღეში და ხან დღე გამოშვებით სმენაში. წლების განმავლობაში ვაკუდები მაგათ სახეებს, როცა სმენდა რომ არ ვეუნები მაგას, ფულს არ უტეხავ, მაგრამ ვატყობ ხოლმე რომ აი ვერ არიან ვაფშე ხოწე. ალბათ ეგ აი ძილის ვარიანტი უნდა დაალაგო და ძილის ბიოჰაკები ყველაფერი დანამატები თქვა აი რაც ავი გლიცინი, ცოტა მელატონინი, მაგნეზიუმი თქვა, ფეიშენ ფლაუერი აი მაგ კუთხით რაღაცა ეგ იქნებოდა წვეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვარიანტი რა და ყველაზე გადაჭარბებული მითი ალბათ რა ვიცი რა გიპასუხო ერთი თქვა ყველაზე გაჭარბებული მითი ალბათ ის არის რომ თევზის კონსულტს უწევენ იმას რომ აი ყველაფერს შველის რა რადიოებში როგორც ამობენ ტვინი გული სახსარი გამძლეობა რეგენერაცია რასამახის აი მოგეჭრება ხელი და ხელი თავის გაგეზდება რავი თუ კიდე ერთი წელიწადი გადამულოთ მიიღებ თევზის კონს კიდე შეიძლება მესამე ფილტრიც ამოგივიდეს და ილბინო მარათონი რავი короче, ყველა საჯობო მსოფლიოში და ასე შემდეგ. ალბათ ეგ არის, რომ აი ბევრ ამას სასაცხელოდ ფაქტობრივად რეკლამაზე ფაქტობრივად. უფრო ეგ არის ალბათ უფრო მითი რა. იმიტომ რომ ზუსტად რაც მაგრად რეკლამირდება და რაც უფრო მაგრად ის არის, ლოგიკური უფრო მეტი ბიზნეს დაინტერესება არის. ეგ არის ბიჭები. პოდკასტი ფაქტობრივად ვცდილობ არ ჩავაგდო.
ეხლა მუშაობ როგორ თემაზე. რა თემას შემოგთავაზებთ ბიჭები? გარდა იმისა, რომ მე ონლაინ მუშაობ აქტიურად და მე ყოველთვის ვიტყვი როგორ ნიუანსო. მე ვცდილობ ყოველთვის ვიმუშაო ხარისხიანად, ანუ ადამიანი ჩემთან თუ მოდის, მე არ შემიძლია ავიყვანო 30 და 35 და 40 კაცი ონლაინ, გავცე პასუხები ხოლმე კვირაში ერთხელ, ესე მიგდებულად. მე თუ ადამიანს, აი თქვა, ყავს კლიენტი, მე მაგაზე ვფიქრობ, ვიცი რომ ყველაფერი ინდივიდუალურად მაგ ადამიანს რა უნდა და ასე შემდეგ. ჯგუფის ვარიანტი ფაქტობრივად ადრე წლების წინ დახურული ჯგუფიდაც მქონდა. მანდ იყო უფრო ინფორმაციული ვარიანტი. მინდა რომ ეხლა ვაკეთებ სავარჯიშო ვარიანტს, ანუ მეტ ფრეიზერის ფაქტობრივად პროგრამა ეხლა მაქვს დათრეული, სამთვიანი ციკლი, ეგეც მე დავიწყე. ანუ იქნება ხოლმე მასეთი ვარიანტი, რა რაღაც საინტერესო სავარჯიშო პროგრამები რაც არის ფაქტობრივად. მანდ გავაკეთებ ჯგუფს, სადაც მაგ ჯგუფში ავტვირთვა ხოლმე მაგ სავარჯიშო პროგრამებს. კიდევ ვიტყვი იმ ნიუანსს, რომ პახოვდო იქ უეჭველი პოდკასტებსაც ხოლმე კითხვა-პასუხის ვარიანტებს ხოლმე გავაკეთებ. და დავალაგებ კიდე საინტერესო ინფორმაციას. ანუ მაგ სიახლეს ალბათ ახლო ხანებში შემოგთავაზებთ ფაქტიურად, ვისაც გექნება სურვილი შემომიერთით და ვისაც რა ვიცი გინათ რავი ნებისმიერი კუთხით ამაში დახმარება, კიკონ ბიოჰაკერ, რა ვიცი მომძებნეთ გინათ Facebook-ში, გინათ Instagram-ზე. ყველა იყავით ბიჭები ჯანზე, იაქტიურეთ, თხოვნა არის გადაუზიარეთ, აი არაფერი არ დაიღლებით სვეჩი და არ დახაჯოთ ზამბიურ კალორიას, რომ ლაიქი უბრალოდ დაუსვათ ამას და რამე თქვა გინათ კომენტარი დაწეროთ. რომ იქნება რაღაცა რეკომენდაციის ველში წავიდეს ეს ვიდეოები და კომენტარით შემდეგი ვიდეოსთვის თქვენი შეკითხვები მეცდები კვირაში ერთხელ მაინც, 10 დღეში ერთხელ მაინც სტაბილურად ვიდეოები დავალაგო. ყველას დროებით ადიოს.